ნარკორეალიზატორი, რომელიც მომაკვდინებელ ნარკოტიკულ საშუალებას Skype-ით ყიდის მეცხრე არხმა სოციალური ქსელიდან ის ჩანაწერი მოიპოვა, სადაც მყიდველი და გამყიდველი ეგრეთ წოდებული ბიოშეძენის დეტალებზე თანხმდებიან. მითითებულია საბანკო ანგარიში და კონკრეტული ადგილები, საიდანაც თანხის გადახდის შემდეგ მომხმარებელი ნარკოტიკს იღებს. ერთ-ერთი ვერსიით რეალიზატორი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველია. რეპორტაჟში ნაჩვენები ადამიანი კი ინტერნეტ ვაჭრობაში ჩართული ერთადერთი პირი არ არის. ირკვევა, რომ ბიოშეძენის ამ გზას საქართველოში მცხოვრები ათეულობით ახალგაზრდა მიმართავს. მარიხუანაზე ძლიერ მოქმედი და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკი, ასე აფასებენ ნარკოლოგები ბოლო დროს ფართოდ გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებას და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებას თხოვენ. ლევან ჩხაიძე მუშაობდა დღეს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს. ლევან, კონკრეტულად რა სქემით ხდება სოციალური ქსელით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია? Skype-ით ბიოშეძენა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულმა გადამზიდავმა კომპანიებმა უარი თქვეს ამ ნარკოტიკული საშუალების გზავნილების სახით შემოტანაზე. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, Skype-ით ბიოს ყიდვაზე დღეს ყველაზე აპრობირებული მეთოდია და ის ნარკოდილერი, რომელზეც ჩვენ გიამბობთ, თბილისში არის ყველაზე დიდი რეალიზატორი. როგორც მომხმარებელი ამბობს, ეს ნარკოდილერი გასაღებას ახდენს 4 გრამიდან და ამ რაოდენობის ღირებულება არის 600 ლარი, რის გამოც ახალგაზრდები აკეთებენ ჯგუფებს და ასე ცდილობენ მათთვის სოლიდური თანხის შეგროვებას და ნარკოტიკის შეძენას. თემის დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. Skype-ში ქონდა შექმნილი ნიკი. დავიმეგობრეთ და პირველი ყიდვაზე 110 ლარი დააფასა 9 გრამი ასე წოდებული ფხვნილი ბიო. სოციალური ქსელი თბილისში ნარკოტიკის რეალიზაციის ყველაზე მოსახერხებელი წყარო გახდა. ბიომოსაწევით Skype-ში ვაჭრობა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბიოს მომხმარებელი ჩვენთან სქემის კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს. დროთა განმავლობაში გაზარდა ფასი და მოუმატა გრამებს. საბოლოო ჯამში 4 გრამი 600 ლარად იყიდება და ძალზედ მარტივად. ვინც ინდომებს ცირკვის ყველა ყიდულობს. ფულის შეკრებით 5 კაცი შედადებს 50 ლარს, ზოგი 200 ლარს და ერთიანი ფულით ვერე ადვილი შესაძენი იყო ეს ბიო. ნარკორეალიზატორ Skype-ში საკუთარ გვერდზე მითითებული აქვს სამუშაო საათებიც. შეკვეთის მიღების შემდეგ რეალიზატორი მყიდველს ერთ-ერთ ქართულ ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერს უგზავნის, სადაც თანხა უნდა ჩაირიცხოს. ამ ოპერაციიდან რამდენიმე წუთში კი რეალიზატორი კონკრეტულ ადგილს მიუთითებს, სადაც კლიენტს ნარკოტიკი დახვდება. ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი საუბრის შინაარსს. სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, დაფარულია კონკრეტული ანგარიშის ნომერი და საუბარში მონაწილე მყიდველის და გამყიდველის ვინაობა. აქ ხარ? Zdarova. დღეს ხდება ხო ჩვეულებრივად? რამდენი გინდა 600? ხო. გახსენი ანგარიში, შედი ინტერნეტ ბანკში და შენი ანგარიშიდან გადმორიცხე ჩემ ანგარიშზე. რამე პადარკა არ გვეკუთვნის? არა ბრატ, პადარკები არ მაქვს. ჩავრიცხე. ხო, ნახე. ვაჟა-ფშაველას 90, რესტორანის შუა ქალაქის კორპუსი. მარცხენა პირველი პადიეზდი, პირველ-მეორე სართულ შუა დენის შოჩიკების ყუთის ზევით მარცხენა მხარეს დევს 4 გრამი. Спасибо. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც თანხის ჩარიცხვის შემდეგ კლიენტმა შეკვეთილი ბიო მიიღო. მომხმარებლის თქმით, ბიო მოსაწევს რეალიზატორი ძირითადად სადარბაზოებში მრიცხველებს ედებს. ბიო მოსაწევის მომხმარებელი ამბობს, რომ მან და მისმა მეგობრებმა რეალიზატორის ვინაობის დადგენას სცადეს. რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და თბილისში ნარკოტიკის გაყიდვას დილერების მეშვეობით ახდენს. ერთხელ ბანკში წავედით, ფულის ჩასარიცხად რომ გვეყიდა ბიო, ოპერატორს შევეკითხეთ, უბრალოდ დაინტერესებს, რომ ეს ანგარიში სად იყო გახსნილი და ოპერატორმა გვითხრა, რომ სერბეთში არის გახსნილი. თვითონ 24 საათი Skype-ში არის თავის აკაუნტზე და ველაპარაკებით ხომ როცა ყიდვა გვინდა და ალბათ კურიერები ყავს თავის ვინც არიგებს, მისამართებს. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ალბათ ქართველია, საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ Skype-ში ქართულად ველაპარაკება. ბიოს დამღუპელ ეფექტზე საუბრობენ მომხმარებლებიც. მათი თქმით, ბიო, რომელსაც სინთეტიკურ მარიხუანასაც უწოდებენ, ნებისმიერ ადამიანს სიკვდილთან აახლოებს. ჩვენს რესპონდენტს განსაკუთრებით საგანგაშოდ მიაჩნია ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა. სისტემატურად მოწევის დროს ფსიქიკური აშლობა იმართება, ვერ ხვდებიან სად არიან, რა ხდება. არის ძალიან ცუდი შემთხვევები, როცა ასე ვთქვათ, ზედმეტი ვისაც მოსდით ერთი ნაპასითაც კი ცუდად ხდებიან, კრიჭა იკვრებათ და ამ დროს ჭირდება დახმარება, თორე იხჩობა. თუ შენ არ დაეხმარე,
ძალიან დიდი შანსია, რომ ვერ გადაიტანოს ის ეფექტი, რაც ეს ბიოუშვება ადამიანს. იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უკვე მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტში უკვე გავიდა. მალე რეალიზატორებისა და მომხმარებლების მიმართ კონკრეტული სასჯელი დაწესდება. ამ თემაზე ვრცელი რეპორტაჟი ჩვენ 17 ივნისს მოვამზადეთ და როგორც მაშინ შევიტყვეთ, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც კონკრეტულად ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება რეალიზაციაზე სასჯელს განსაზღვრავს. ნარკოლოგებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ამ თემაზე ხვალ იუსტიციის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სამართალდამცავებთან ერთად ნარკოლოგებიც დაესწრებიან და ცნობილი გახდება თუ როგორ განისაზღვრება კანონით ბიოს მოხმარება რეალიზაცია. მე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბიო იგივე სინთეტიკური მარიხუანას მოხმარება გაყიდვა კანონით დასჯადი არ არის. დავუყოთ ხვალინდელ შეხვედრას, გმადლობთ ლევან და ინტერნეტით გაყიდული ნარკოტიკი, რომელიც კლავს ლევან ჩხაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში თემაზე.